2024 წლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის 12.9% ჩრდილშია. ეს კი თავის მხრივ 2023 წლის მონაცემებს აღემატება. რა განაპირობებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ეკონომისტი ირაკლი მაკალათია გვერდება. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მოგესალმებით და პირიქით მადლობას გიხდით მოწვევისთვის. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, 2023 წელთან შედარებით ზრდა გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის მიმართულებით. ძალიან საინტერესო არის გავშალოთ რა შეიძლება გამოეწვია ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჰქონდა კლების ტენდენცია და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ეტაპობრივად მცირდებოდა. კეთილი, ჩრდილოვანი ეკონომიკაზე თუ დავიწყებთ საუბარს და ასე თქვა ანალიზს, პირველად ვთქვა ის, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის, 10%-ზე უკვე მაღალი მაჩვენებელი არ არის ასე თქვა ადეკვატური და ზოგადად თუ შევაფასებთ ტენდენციას, რაც უფრო განვითარებული არის ქვეყანა, მით უფრო დაბალი არის ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი და პირიქით, რაც უფრო განვითარებადი ქვეყნები არის, შესაბამისად რაღაც აფრიკის ქვეყნებს თუ აიღებ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს თუ ავიღებთ, იქ პირიქით უფრო მაღალი არის და პირველ რიგში ეს მიუთითებს იმაზე, ჩვენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე თუ რა მდგომარეობაა. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ბიუროკრატია, რაც უფრო დაბალი განვითარების არის ეკონომიკა, დაბალი არის შემოსავლები და ამ დამატებითი შემოსავლების მიღებას ცდილობს თქვა მოსახლეობა, ბიზნესი თუ სხვა სუბიექტები, ცხადი აქ ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ, ასე თქვა სწრაფვა და ასე თქვა ეს სტიმულები ჩდება ქვეყანაში და შესაბამისად აისახება კიდევაც ჩვენს ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება პირველი ის, რომ ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა ასე თქვა დადებითია თუ უარყოფითი, ესე ცალსახად არ არის ასე თქვა პასუხი, იმიტომ რომ რამდენიმე მიმართულება უნდა განვიხილოთ. პირველი ის, რომ ჯესიდი სტატისტიკა, რასაც გვთავაზობს ოფიციალური მონაცემები, რაც გვაქვს დაკვირვებადი ეკონომიკის მონაცემები, ესეც არ არის ზუსტი და ეს ობიექტურობა და გამომდინარე, იმიტომ რომ მთლიანი ეკონომიკის აღრიცხვა ყოველთვის თავისი ცდომილებები გააჩნია და ჩრდილოვანი ეკონომიკაზე თუ საუბრობთ, აქ მით უმეტეს, იმიტომ რომ სხვადასხვა პარამეტრებით აკეთებენ ამ ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასებას, მაგალითად თუ დააფიქსირებს შემოსავალს და შემდეგ ხარჯებს, აი ამ შემოსავლის და ხარჯების ასე თქვა დაფიქსირების შემდეგ გამოდის ის კოეფიციენტი, ის ცდომილებები, რაც მე არსებობს და მე აქედან გამოყავთ ასე თქვა ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, ამიტომ ზუსტი მონაცემები ცხადი ეს არ არის. და ახლა რაც შეეხება დადების თუ უარყოფით, პირველი თქვა რაც გვაქვს დაუკრებადი ეკონომიკა და ერთ-ერთი მაგალითი რაც შეიძლება იყოს, ეს არის თქვა ძიძები, ეს არის რეპეტიტორები, რომლებიც თქვა ამზადებენ მოსწავლეებს და მეორე თქვა უვლიან ადამიანებს. ამ შემთხვევაში ესენიც გარკვეულწილად თქვა თუ გადასახადებს არიხდიან, გადიან დაუკრებად ეკონომიკაში, თუმცა ეს ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის პრობლემა არ არის, ქვეყნისთვის დიდი პრობლემა არ არის. შეიძლება ვიღაც შემოგვედაოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები მერე ბიუჯეტში ფულს არიხდიან და ბიუჯეტს აკდება. ბიუჯეტის მხრივ ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ თუ ეს რას ნიშნავს. თუმცა მეორე მხრივ გვაქვს ის, რაც უარყოფითია ცალსახად, ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ის ნაწილი, რაც თქვა უკავშირდება უაქციზო პროდუქტების შემოსვლას ქვეყანაში, არადეკლარირებული ამ პროდუქტების შემოტანას ქვეყანაში და ეს ცალსახად უარყოფითია, რატომ? იმიტომ რომ პირველი ის, რომ ასეთი უკონტროლო უაქციზო პროდუქტი როცა შემოდის ქვეყანაში, ნიშნავს იმას, რომ დაბალი ხარისხის პროდუქტი არის და მეორე არაკონკურენტულ პირობებში აყენებს სხვა ბიზნესს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც ანალოგიური ასე ვთქვათ პროდუქტებით. აი ამ ნაწილში ძალიან საინტერესო ტენდენცია არის, ხა სექტორულ ჭრილში თუ შევხედავთ, მესამე ადგილს ზოგადად დაუკვირვებელი და ჩრდილოვანი ეკონომიკის კუთხით მესამე ადგილს იკავებს სწორედაც ვაჭრობის მიმართულება. ამ ნაწილში ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თამბაქოს ნაწარმს ერთ-ერთი ლომის წილი უჭირავს, იმდენად რამდენადაც სწორედ მასზე მოდის როგორც წესი და ბოლო მონაცემებით, ოფიციალური მონაცემებით, რასაც ვნახულობთ შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე მაქვს საუბარი, საკმაოდ მაღალია მისი მაჩვენებელი. ძალიან საინტერესო არის იგივე აქციის გადასახადის ნაწილი, რამდენად არის თანხვედრაში ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდასთან და რამდენად არის კორელაცია ამ ორ შორის და ზოგადად გადასახადების ნაწილით რამდენად არის შესაძლებელი ზემოქმედება მოვახდინოთ ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების მიმართულებით. კეთილი, პირდაპირი ასე თქვა კავშირი არის და მაღალი კორელაცია ცხადია. ანუ ჩვენ საუბრობთ, როცა საუბრობთ დაბალი განვითარების ქვეყნებზე და აქ მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა, აქ ასევე ერთიანი ეკონომიკის ზომა როგორ გაქვს, ბიუროკრატია როგორ არის და შემდეგ უკვე რა ბიზნეს გარემო გაქვს ქვეყანაში და როგორ არის საგადასახადო პოლიტიკა. და როცა საგადასახადო პოლიტიკა ეს იზრდება თუნდაც განვითარებულ ქვეყნებში, ცხადია ამ შემოსავლების დამალვის თუ საგადასახადოსთან თავის არიდების მიზნით ბევრი სტიმული ჩდება.
ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა ის, რომ განსაკუთრებით ეს თამბაქოს შეეხება, იმიტომ რომ რაც უფრო გაიზარდა თქვა აქციზის გადასახად იმ კეთილშობილური მიზნებით ბრჭყალებში, რომ თქვა რაღაც ჯანმრთელობის მიმართულებით უნდა გავატაროთ პოლიტიკა, მივიღეთ საპირისპირო შედეგი. საპირისპირო შედეგი ის, რომ უაქციზო სიგარეტი შემოდის და ეს თამბაქო შემოდის, შესაბამისად ერთია კონკურენციას კლავს ქვეყანაში და მეორე მხრივ კიდევ უფრო მავნე ნივთიერებები შემოდის ქვეყანაში. ცხადია, როცა გადასახადები იზრდება, სტიმულები ჩდება იქითკენ, რომ ასე ვთქვათ, ფარული ეკონომიკისგან გადავიდეს ეს რეალური და გამჭვირვალე ეკონომიკა და შედეგი გვაქვს ეს და ცხადია, რაც უფრო ესეთი მდგომარეობა იქნება პირველი, რომ მაღალი გადასახადები იქნება და ეს ამ გადასახადებს მე კიდევ ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ცხადია, სტიმული გაჩნდება, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკისგან გადაინაცვლოს, რაც უფრო მცირე ეკონომიკა გვექნება, მცირე ბიზნესი გვექნება, ქვეყანაში არაკონკურენტული გარემო გვექნება, ანუ მონოპოლიური თუ ოლიგოპოლიური ასე ვთქვათ, კომპანიები და ბიზნესი გვექნება ქვეყანაში, ცხადია, სტიმულები გაჩნდება და ეს ოლიგოპოლიური თუ მონოპოლიური ასე ვთქვათ, კომპანიები უკვე რისკი ჩნდება ის, რომ მათ მთავრობასთან აქვს ვთქვათ, გარიგება დადებული თუ ვთქვათ, მთავრობის პატრონაჟი ხდება, ასე ვთქვათ, ამ უაქციზო პროდუქტების შემოსვლა თუ სხვა ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმოება, რასაც ვთქვათ, მფარველობს სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი. ნუ ეს მარტო ამ რეალობიდან გამომდინარე კი არა, ზოგადად რომ შევაფასოთ, ნებისმიერი ქვეყნისთვის მსგავსი სიტუაცია არის. თუნდაც აი მომსახურების სფერო ახსენეთ და ხშირ შემთხვევაში იგივე სარესტორნო ბიზნესში ხშირად შეხვდებით ისეთ, რომ როცა გატარება არ ხდება და პირიქით ჩარიცხვალეს და ეს ამის მარტივი მაგალითები პირადად ჩვენს ცხოვრებაში, ყოფით ცხოვრებაში ხშირად შეგვხვედრია გადასახადების თავიდან არიდება. ირაკლი, ძალიან საინტერესო გარემოებებს შეეხედა. ამ ნაწილში მინდა გარკვეული პარალელები გავავლო. ჩვენ თუ დაუკვირვებელი ეკონომიკის სექტორებს შევხედავთ, ვახსენეთ მესამე ადგილზე არის იგივე ვაჭრობის მიმართულება და ამ ნაწილში აქციის განაკვეთის კუთხით ვისაუბრეთ. პირველ ადგილს იკავებენ გართობისა და დასვენების სექტორები, რომელზეც ასევე გაამახვილეთ ყურადღება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი არის პირველ ადგილზე. მე მინდა პარალელი გავავლო იმ გადასახადების ნაწილში, რომელიც ვერ შესრულდა და რომელშიც კლების ტენდენცია ფიქსირდება ბოლო 2 წელია პრინციპში. ეს არის მოგების გადასახადი და ეს არის აქციის განაკვეთის გადასახადი. ძალიან საინტერესო არის აი ამ სექტორებსა და ამ გადასახადების ჩამორჩენას შორის რამდენად ხედავთ იგივე პარალელსა და კავშირს. კეთილი, აი პირველი რა სექტორიც ახსენეთ, დასვენება, კულტურა, მომსახურების ეს სფერო, ნუ ცხადია, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა, მეტი ლავირების შესაძლებლობა აქვს, რომ გადასახადებს თავი აერიდოს და ეს ხშირად ხდება ამ სფეროში. ცხადია, გვაქვს კიდევ ეს ტენდენცია და შესაბამისად ჩრდილოან ეკონომიკაზეც აისახა. ჯანდაცვას რაც შეეხება, აქ შეიძლება ვარაუდები გამოთქვათ, ზუსტი მონაცემები, ასე ვთქვათ, გადაჭრა შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა ვარაუდები რაც არის, ნუ პირველი ის რომ ვთქვათ, იგივე ამას ქვია დაუმსახურებლად ისე გადახელზე მიცემა თანხის, რომელიც ვთქვათ, ავადმყოფი თუ მოარჩინა თუ განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ ხდება ხოლმე ესე ვთქვათ, ამ ფულის ჩუქება და ან მსგავსი ფაქტები, ნუ პირველი ეს მოქმედებს. მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს იგივე ძიძები, რომლებიც უვლიან მოხუცებს თუ ასე ვთქვათ, პატარებს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს ის, რომ გადასახადების გან თავის არიდება იყოს და ნუ ესეც მოქმედებს ჩრდილოან ეკონომიკაზე. და ზოგადად რაც შეეხება ამ სფეროს, ის რომ დაბალი არის შემოსავლები ამ სფეროში, ეს უკვე სტიმული არის იმისკენ, რომ გადაიხაროს ჩრდილოანი ეკონომიკისკენ. ზოგადადაც ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ რა პოლიტიკაც გვაქვს, აი საყოველთაო ჯანდაცვა რაც ძალიან ასე ვთქვათ, პომპეზურად ჩანდა და მოჩანდა, რეალურად შედეგი ამან ვერ გამოიღო, ნუ საყოველთაო დაერქვა და ეს საყოველთაო თითქოს დარჩა სახელი, თუმცა საყოველთაოსგან თითქმის აღარაფერი არ დახვდა და შემდეგ მივიღეთ ჯანდაცვის სფეროში თუნდაც ის 520 დადგენილება, რომელზეც ჰაერძი ჩამოეკიდა და ხშირ შემთხვევაში იყო ის, რომ ოპერაციებს ვერ ატარებდნენ, იმიტომ რომ იგივე ეს ოპერაცია თვითღირებულებაზე უფრო დაბალი, იმიტომ რომ საფასური, ასე ვთქვათ, დაუწესა, ზღვარი დაუწესა, ამ საფასურის ზღვარი დაუწესა მთავრობამ, აი ამაზე მეტი არ გამოართვა, თითქოს აქაც ადამიანების და ასე ვთქვათ, აი კლიენტების ვინც არის მომსახურე, იმათ
თავდაცვის მიზნით და რეალურად მივიღეთ ის, რომ რაღაც თვითღირებულებაზე დაბალი შეფასება გამოვიდა და ხშირ შემთხვევაში გაჩერდა კიდევაც ეს ოპერაციები და ამ შემთხვევაში რაც უფრო ესეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ თითქოს ბრჭყალებში აი ადამიანებისთვის, ავადმყოფებისთვის და აი ამ მომსახურე პერსონალისთვის, ვინც აკვავს დასაქმებული თუ მომსახურე, ამათთვის თითქოს რაღაც კეთილშობილ მიზნებს დავაწესებთ, რეალურად მივიღებთ იმას, რომ პირიქით შედეგს ვიღებთ, პირიქით ამ ეკონომიკას და აი ამ სფეროს ვაფერხებთ და როცა ვაფერხებ ამ ეკონომიკას, როცა უკვე დაბალი შემოსავლები გაქვს ამ სფეროში, შესაბამისად მეტი мотиваცია ჩდება იმისა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკისგან გადაიხაროს. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ აი ამ თუნდაც ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიტუაციას. ირაკლი, შეჯამებისკენ მინდა წავიდეთ და პრინციპში გარკვეულწილად შეეხეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, თუმცა მე მინდა უფრო სიღრმისეული ანალიზი გთხოვოთ ამ მიმართულებით. ახლა ჩვენ თუ მაგალითად შევხედავთ და მოვიძიებთ ქვეყნებს, რომლებმაც ჩრდილოვან ეკონომიკას გარკვეულწილად ომი გამოუცხადეს და მოკლე პერიოდში მნიშვნელოვან წილად შეამცირეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საერთო ეკონომიკაში და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, საქართველოს ერთ-ერთი მათგანი იყო და საჯაროთაც ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა თუ სხვადასხვა ანგარიშებში მოიძებნება. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკუწრეზე არ წავიდეს ქვეყანა და ახლიდან არ ჩაავეფლოთ იმ ასე ვთქვათ ჩრდილოვანი ეკონომიკის ჭაობში, რომელიც ერთი პერიოდის განმავლობაში ასე ვთქვათ აღრიცხვად ეკონომიკას აჭარბებდა ჩვენს ქვეყანაში. კეთილი, თავარი რაც უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისთვის, ანუ ჩვენ რაღაცა რეგულაციები და შეზღუდვებისკენ კი არ უნდა ავიღოთ და დასჯისკენ არ უნდა ავიღოთ ორიენტირება, იმიტომ რომ დასჯას რაღაც მოკლევადიან პერიოდში ექნება ეფექტი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად ლავირებას მოახდენენ და გადაინაცვლოს ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენ სტიმულებზე უნდა სტიმული უნდა მისცეს, სტიმული იმისა, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში არ გადავიდეს. ჩრდილოვან ეკონომიკაში არ გადავიდეს და სტიმული გახდეს, ნუ პირველი ის არის, რომ ეკონომიკა განვითარდეს. მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ეკონომიკური ზრდა თავისთავად უკვე გულისხმობს იმას, რომ კონკურენცია იზრდება ქვეყანაში, ბიზნესი ვითარდება და აი ამასთან ერთად როცა ეკონომიკა ვითარდება, მეტი შემოსავალი ჩდება და ბიუჯეტით თუნდაც მეტი შემოსავლელი ბიუჯეტში უკვე სტიმული ჩდება იმისა, რომ საგადასახადო ნაწილში ეს გადასახადები შემცირდეს. გადასახადების შემცირება უკვე ნიშნავს იმას, რომ სტიმული ჩდება, ასე ვთქვათ, არადეკლარირებული და უაქციზო პროდუქტები კი არ შემოიტანოს, პირიქით, ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გადმოვიდეს ამ ნათელ მხარეზე გადმოვიდეს და ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ასე ვთქვათ, წესი და რიგია. შესაბამისად, სტიმულებს თუ გავაჩინდა, სტიმულებს ზუსტად ამ ეკონომიკურ განვითარებაშია და ნუ ეკონომიკურ განვითარება როგორ მოხდეს, ამაზე კიდე ცალკე ასე ვთქვათ, სასაუბრო თემა არის გადაცემაში. ეს კონკურენციას იწვევს, პლუს გადასახადებს როცა შეამცირებ და აქეთკენ გააკეთებს სტიმულებს, ცხადია ბიზნესაც უჩდება სტიმული იმისა, რომ დაჩეს ამ გამჭვირვალე დაკვირვებად ეკონომიკის ფარგლებში და ისე განავითაროს კონკურენციის პირობებში, ასე ვთქვათ, თავისი ეკონომიკა და მე უკვე მარტივიც არის, ასე ვთქვათ, როცა მცირე გაქვს ბიუროკრატია, როდესაც დიდი არის ეკონომიკა, კერძო სექტორი განვითარებულია და ძლავრია და ფინანსურად მეტი შესაძლებლობა აქვს, ცხადია მისთვის უკვე სტიმულები არის აქეთ მხარეზე დარჩენა და ნაკლები სტიმული ჩდება იმისა, რომ გადაინაცვლოს ჩრდილოვან ეკონომიკაში. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის, მაყურებელს შევახსენებ. ირაკლი მაკალათია, ეკონომისტი იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომასა და როლთან დაკავშირებით.